იმედის რუსთავიორის პოსტივისა და მათი პროპაგანდისტების დასანქცირება ანგარიში, რომელსაც ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს გადახედონა მედია საშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის სტრუქტურებში და გამოიყენონ ამგრძელავი მექანიზმები. დოკუმენტში საუბარია ივანიშვილისა და ოცნების სხვა წევრების პერსონალურ სანქცირებაზეც. ანგარიში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც ქართული ოცნება სრულად იქნება პასუხისმგებელი. საკალათაშორისო მგზავრობა 5 ლარით გააძვირდა. მგზავრობის ფასმა მოიმატა ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით. ინფორმაციას ავტოსადგურო უკრიბაში ადასტურებენ, მიზეზი საწვავის გაძვირებაა. მგზავრობის ტარიფის გაზრდა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო. აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის 70 მილიონიანი ტენდერი გაფორმდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება საბა კონსტრაქშენთან დადო, რომელიც ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო. შესრულებული სამუშაოების სრული საგარანტიო და 2 წელია. ზელენსკის ვიზიტი სომხეთში უმადური ნაბიჯია. სომხეთის მხრიდან დადგა დრო ვიფიქროთ რუსეთის მოსახლეობისა და მისი ინტერესების დაცვაზე ამ ქვეყანაში. ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა სიმონიანმა ისაუბრა. მისი თქმით, თუ პუტინი თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მის მემკვიდრეს მომავალში ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.